გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ქსელში ვნახე ვიდეო რგოლი კომენტარით. აი რა უბედურება ხდება როსტოვში და ამ ვიდეოში ღამით ქუჩაში რამდენიმე ახალგაზრდა ქალი ერთმანეთს ცხვირპირს ალეწავდა. სრულიად შემაძრწუნებელი სანახაობა იყო. ისეთი ამბავი ხდებოდა, რომ კარგ რესტლერს შეშურდებოდა და კომენტარებიც სათანადო იყო. რუსებს აგინებდნენ, ლანძღავდნენ, ყველაფერი გაუხსენეს, წაგებული ბოროდინოს ბრძოლიდან დაწყებული და კურილის კუნძულების ოკუპაციით დასრულებული. ყველაზე მეტად რასაკვირველია ჩვენი მოქალაქეები გამოირჩეოდნენ. მთელი რუსული ეთნოსი გამოლანძღეს ჯერ ყველა ერთად და მერე სათითაოდ. და უცებ ერთმა მიაწერა, რომ ხალხო ეს როსტოვი კი არაა და სან-ფრანცისკოა. ნამდვილად ვიცი, რომ ასიაო და მე რაღაც ნიშნებით ჩამოწერა იმის დამადასტურებლად, რომ სან-ფრანცისკო იყო. და უცებ ყველა მიჩუმადდა და ნელ-ნელა ახალი კომენტარები გაჩნდა, თუ რა ყოჩაღი გოგოები არიან ეს ამერიკელები, როგორ არაძლევენ თავის ჩაგვრის უფლებას და ნეტა ყველა გოგო მისოდეს მუშტის ასე მოგერიება და ასე შემდეგ. ორმაგი სტანდარტის მორიგი მაგალითი. ის რაც სან-ფრანცისკოელ ქალს ამშვენებს, რუსი ქალისთვის სამარცხვინოა. ჩემი პაციფისტური ბუნებიდან გამომდინარე, ნებისმიერი ძალადობის წინააღმდეგი ვარ. ჩხუბი ჩემთვის სრულიად მიუღებელია ეთნიკურობის, მოქალაქეობის, გეოგრაფიული განლაგებისა თუ ამინდის მიუხედავად და მით უმეტეს, როდესაც ქალი იქნებს მუშტებს, ეს განსაკუთრებით ამაზრზენი სანახაობაა. ქალს ჩხუბი და გინება არ უხდება. ქალი საჩხუბრად არა ადამის ნეკნიდან შექმნილი. ქალმა პირიქით მოჩხუბრებს შორის მანდილი უნდა ჩააგდოს. მინდოდა მეთქვა ქალი ვიცი მე სამზარეულოში და არა ბრძოლის ველზე, მაგრამ მერე ბაბუცა პატარაიას გამჭოლი მზერა და განსაკუთრებით კი მისი სადამსჯელო არასამთავრობო ორგანიზაცია გამახსენდა და ამიტომ აღარ თქვი. მოკლედ ორმაგი სტანდარტის ფენომენი ყოველთვის მაინტერესებდა და დღესაც მაინტერესებს. ორმაგი სტანდარტი ჩვენს ქვეყანაში ეს პირველ რიგში ნაცების დამახასიათებელი ნიშანია. ხშირად მithქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ნაცები თავისიანებს ყველაფერს უправებენ, ანუ ამართლებენ, რაც არ უნდა ჩაინინოს ნაცმა, გინდ ნემსი მოიპაროს, გინდ აკლემი გააუპატიუროს, ის ნაცებისთვის არის უდანაშაულო და არის სისტემის მსხვერპლი და არის რეჟიმის პატიმარი და არის რუსეთის ტყვე. ისე ყველა გზა რუსეთისკენ რომ მიდის, ესეც დამახასიათებელია ნაცების რიტორიკისთვის. მეგობრებო, არასდროს ყოფილვარ ნაცების შეკრებაზე და ეჭვმა არც ვიქნები ოდესმე, რომს მოვინდომო ალბათ არ შემიშვებენ. ისე კი სიამოვნებით დავესწრებოდი, ჩუმად მოვისმენდი თუ რას ბაასობენ ისინი ერთმანეთში. დარწმუნებული ვარ, რომ მათი სამყარო ეს სრულიად სხვა განზომილებაა. ასე მგონია, რომ მათ სამყაროში პლუსი არის მინუსი. 100 10-ზე ნაკლებია, შავი წითელია, წაგება მოგება და მოგება კი წაგება. ამ უკანასკნელის მაგალითი კი გვახსოვს ცხადში, როდესაც 2008 წლის 12 აგვისტოს დაკარგული ტერიტორიები და რუსეთის ოკუპაცია გამოცხადდა მიშას დიად გამარჯვებად. დიახ, იმ ეგრეთ წოდებულ გამარჯვება ჩემთვის, თქვენთვის, ჩვენაირებისთვის იყო სრული ტრაგედია, ნაცებმა კი იზეიმეს. მახსოვს იმ დღეს, როდესაც მიშას მონები დარბოდნენ ქალაქში დროშებით და ყვიროდნენ, გავიმარჯვეთო, რაღაც მომენტში უცებ ვიფიქრე, იქნებ მართლა გავიმარჯვეთ მეთქი. თუმცა მე გამოვხიზლდი, მივხვდი, რომ გამარჯვების ნასახი არსად იყო, მაგრამ ნაცები ზეიმობდნენ. დღესაც რომ ვკითხო, იტყვიან, რომ გავიმარჯვეთო. ერთ-ერთ ნაცთან თავის დროზე მქონდა ლაპარაკი და ამ შემთხვევაზე, ანუ გამოცხადებული გამარჯვების ქრონიკაზე შევეკითხე. ვიფიქრე, თვალებს დახრიდა და იტყოდა, რომ ის გამარჯვება არ იყო გამარჯვება, მაგრამ იმ დროისთვის ასე იყო საჭირო, რათა გულუბრყვილო მოსახლეობას ნირი არ წახდენოდაო. მეგონა რომ ასე მიპასუხებდა, მაგრამ ნურას უკაცრავად
დიახ, აგვისტოში გავიმარჯვეთ, მიპასუხა იმ ნაცმა. ჯერ ერთი მტერი შევაშინე და თბილისში არ შემოუშვიდა. მეორეც გავიმარჯვეთ იმაში, რომ მთელი მსოფლიო ჩვენზე ავალაპარაკეთ და რაც მთავარია, რუსეთს ნიღაბი ჩამოუხსენითო. არ გეგონოთ რაღაცა საღლიცინოთ, რაღაცას ვიგონებ, მეგობრებო. ღლიცინო რომ მინდოდა უფრო სახალისოს მოვიფიქრეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში სრულ სიმართლეს ვამბობ. ორმაგ სტანდარტა ადამიანო, ნაცი უნდა გერქვას შენ. დარწმუნებული ვარ დღეს რუსეთმა თავისი ნებით თუ დაგვიბრუნოს მიტაცებული ტერიტორიები და ბონუსად სოჭი და ტუაფსეც რომ დაამატოს, ნაცები ამას არსებული ხელისუფლების უდიდეს წაგებად გამოაცხადებენ. იტყვიან რომ მოხდა პუტინის მიერ საქართველოს სრული დამონებაო. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.